შორის ორგანიზაცია ICOMO იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხი და მცხეთის ამოღების საშიშროებაზე საუბრობს ამის საფუძველს ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს სვეტიცხოვლისა და ჯვრის მონასტრებს შორის ისტორიულ არეალში განხორციელებული მშენებლობები აძლევს. ICOMO-ს განცხადებას კულტურის მინისტრის პირველი მოადგილეც გამოეხმაურა. მარინე მიზანდარის თქმით, სამინისტრო იზიარებს ორგანიზაციის განცხადებას, რომ საჭიროა ზომების მიღება, თუმცა ეს მხოლოდ კულტურის სამინისტროს პრეროგატივა არ არის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 37 სესიამდე, ანუ ივნისის მეორე ნახევარში ეს სესია, არ მოხდა მინიმუმ 2 ტიპის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა ეცნობს იუნესკოს, შეიძლება ამ სესიაზე გაჩნდეს ჩანაწერი მცხეთის შესაძლო ამოღების შესახებ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან. იუნესკოს მოთხოვნა იყო ცალსახა და სრულიად გასაგები, რომ უნდა შეჩერდეს მშენებლობა სვეტიცხოვლსა და არაგვს შორის. იმის მაგივრად, რომ ჩვენ შეგვეჩერებია მშენებლობა, ჩვენს ყველაფერი დავამთავრეთ და ეხლა ვაგრძელებთ იქ მშენებლობას იუსტიციის სახლის. ჩვენი სამინისტრო იზიარებს ICOMO-ს მიერ გამოთქმულ, ასე ვთქვათ, მოსაზრებებსა თუ რეკომენდაციებს, სასწრაფოდ არის რაღაც ზომები მისაღები. ალბათ საწყის ეტაპზე აუცილებელი იქნება იმ პროცესების კონსერვირება, დროებით შეჩერება, რაც წარიმართა ბოლო წლების მანძილზე გულისხმობ საგანგებოდ გულისხმობ იმ ახალმშენებლობის, რომელიც გაჩაღდა მტკვრის არაგვისა და მტკვრის შესართავში.